სოფელ ჩიქუნეთის მოსახლეობა კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ტყეკაფის გამოყოფას თხოვს. მათი განმარტებით სოფელში უკვე გამოყოფილი ტყეკაფი დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრის დაშორებითაა, რაც ტრანსპორტირების პრობლემას ქმნის. 20-მდე ადგილობრივი დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბა და გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. სოფელ ჩიქუნეთის მოსახლეობის მოთხოვნებს დღესვე გამოიხმაურა მუნიციპალიტეტის გამგებელი. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით გამგეობის შესაბამისი სამსახურები ხვალვე ეწვევიან სოფელს და ადგილობრივების მოთხოვნებს გაეცნობიან. ვარშანიძე აქვე განმარტავს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები შეძლების დაგვარად დაკმაყოფილდება. ჩვენ მოვედით აქ უკმაყოფილო ხალხი მოსახლეობა სოფელ ჩიქუნეთიდან და მოთხოვნა შიშის თაობაზე. მოდის ზამთარი და გვინდა შიშა. მოგცეს შორს იქ ფასიჟდება 400-500 ლარი, ეს არა ამის საშუალება ხალხს. ჩვენ გამოგვიყეს შეშა, სადაც 12 კილომეტრი არის დაცილებული. გლეხს ამის შეძლება არ აქვს, 300 და 400 ლარი უждდება და ჩვენ ახლოს ვითხოვთ ტყეკაფის გამოყოფას. არც ერთი მოსახლე არ დარჩება შეშის გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ დანომრილია უკვე ჩვენ ზაფხულში მივიღეთ პრევენციები, რომ გლეხი შესულიყო ტყეში და მოიჭრა ტყე. ეხლა რაც შეეხება ჩიქუნეთის მოსახლეობას, მოგეხსენებათ, რომ ცოტა შორსაა ტყე, ანუ საშეშე მასალა დანომრილი. თუ იქნება ამის საშუალება, რომ ახლოდან მოიტანონ ჩიქუნეთის მოსახლეობამ საშეშე მასალა, თავისთავად დაინომრება იქ, სადაც მოსახლეობა ითხოვს და ახლოდან გამოიტანებენ.